ამ წუთებში მოვლენების მთავარი ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც ნიკა მელიას პროცესი იწყება. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც გუშინ ივანიშვილის კრიმინალურმა პოლიციამ ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა, მთელი ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. მელიამ თავად მოითხოვა, რომ ის დაესწრება დღევანდელ სასამართლო პროცესს და გატაცების დეტალებს თავადვე მოყვება. საქალაქო სასამართლო კი დილიდან კვლავ პოლიციის ალყაშია, როგორც ეს ზურაგირჩი ჯაფარიძის დაკავების დღეს ხდებოდა. ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები, თანაგუნდელები, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. საქალაქო სასამართლოშიც და მის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფორმულას არაერთი გადამღები ჯგუფი მუშაობს და ახლა პირდაპირ ეთერში უნდა შემოგვიერთდეს პირველ რიგში ნანო ჩაკვეტაძე, რომელიც სასამართლოს ეზოში იმყოფება და მოგვიყვება რა ხდება ახლა სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრზე. თამარი, ის ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების გამო ვერ ახერხებენ სასამართლოში შესვლას, იკრიბებიან სწორედ ამ ადგილას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრსა და ტერიტორიაზე. გიჩვენებთ თუ რა მდგომარეობაა ახლა აქ ადგილზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ ჭიშკართან, როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. მთელი ეს პერიმეტრი ფაქტობრივად სავსეა ფორმიანებით, ფაქტობრივად ყველა კუთხეში სწორედ პოლიციელები დგანან. ეს სწორედ ისე, როგორც ხდებოდა გასულ კვირას, მაშინ, როდესაც დააკავეს ნიკა მელიას თანაგუნდელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. წესით სწორედ აქედან უკვე შეიყვანეს ჩვენი ინფორმაციით და როგორც ამას ჩვენი ჯგუფი იტყობინება, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მუშაობს თბილისის მთავარ სამმართველოსთან. ნიკა მელია უკვე იმყოფება წესით ტერიტორიაზე და პრინციპში ამას დაზუსტებით გავიგებთ მას შემდეგ, რაც ის უკვე სხდომათა დარბაზში გამოჩნდება. ვიცით, რომ ნიკა მელიას სურს, რომ დღეს საზოგადოებას თავად მოუყვეს თუ როგორ და რატომ დააკავეს ის გუშინ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამასთან, როგორც კადრში ხედავთ, მოქალაქეები ცდილობენ, მოქალაქეების ნაწილს ისევ აქვს იმედი, რომ რაღაცნაირად მაინც მოახერხებს, რომ შევიდეს ეზოში. სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოქალაქე შევიდა ტერიტორიაზე, შესაბამისად აქ შეკრებილი ადამიანები, ნიკა მელიას მხარდამჭერები, გულშემატკივრები, სამოქალაქო აქტივისტები შეეცდებიან, რომ როგორმე მოხვდნენ ტერიტორიაზე, თუმცა ნაწილი მოქალაქეების, როგორც ხედავთ კადრში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას თანაგუნდელები და სხვადასხვა პარტიიდან ასევე პოლიტიკოსები რჩებიან ჯერჯერობით მაინც გარეთ. გიორგი კირთაძეს ვხედავ და ბატონ გიორგი, პირდაპირ ეთერში მუშაობთ, გამარჯობა. მოლოდინებზე მინდა კითხოთ, რაც პრინციპში გასაგებია, არაფერს სრულპრის ახალს უცხოს აქ არ ველოდებით, თუმცა მაინც უნდა კითხოთ, როგორ გონიათ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენების სხდომათა დარბაზში. რეჟიმს ახალი სტანდარტი აქვს, როგორც ჩანს, ჯერ დაიწყო იმით, რომ სასამართლოს ეზოშიც კი აღარ უშვებენ ხალხს და ეხლა საერთოდ პროდასალური პოლიტიკური ლიდერების კრიმინალური გატაცებები გადაწყვეტეს. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რაც მოხდა გუშინ ნიკა მელიას თავს დაესხა, რა ვიცი, ათობით სამოქალაქო ფორუმაში ჩაცმული ადამიანი და მართლა რაღაცა კრიმინალური გატაცება იყო და მეტი არაფერი ქვია მას. გასაგებია, მოკლედ, რასაც აკეთებს რეჟიმი, რისთვისაც აკეთებს ამას რეჟიმი, ოღონდ ცდება ჩემი აზრით და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. ნიკა მელიამ, ირაკლი ოქროვაშვილმა, ზურა ჯაფარიძემ ცოტა მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს. ამ ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლის ხაზი თუ გადის ციხეზე მზად არის, ამისთვის ბუნებრივია ეს ადამიანები და ყველაფერი დარწმუნებული ვარ, იქნება კარგად. არ თანამშრომლობა რეჟიმთან და მუდმივი წინააღმდეგობა. ეს არის მთავარი ამბავი, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ. ეხლა და სწორია, როცა პოლიტიკური ლიდერები ამის მაგალითს აძლევენ საზოგადოებას. დიდი მადლობა. გიორგი კირთაძეს უსმენდით. აქ ნიკა მელიას თანაგუნდელები, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან სხვა პოლიტიკოსებიც არიან შეკრებილები, მათაც გავესაუბროთ. სოფო ჯაფარიძეა ჩვენთან ერთად. სოფო, სალამი. რა ვნახეთ გუშინ, რა მეთოდით დააკავეს ნიკა მელია, ყაჩაღურად გაიწესეს ბევრჯერ ითქვა თქვენს პარტიაშიც, ეს თავად თქვენც თქვით და რას ხედავთ დღეს? მობილიზებულია უკვე რამდენიმე საათია პოლიცია, კრიმპოლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დგანან ყველა კუთხეში. რას ვადევნებთ თვალს? გუშინ უყურეთ პოლიტიკური ლიდერის გატაცებას, ეს არ იყო ჩვეულებრივი დაკავება. გუშინ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ ნიკა დაეკავებინათ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ზღვარი სამართალსა და პოლიტიკურ ანგარიშწორებას შორის სრულად წაშლილია. ვხედავთ დღეს, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. დღეს ქართული ოცნების მდგომარეობა, ხედავთ თიღომში რა ხდებოდა, მობილიზება, წარმოუდგენელი მობილიზება, სპეცრაზმის, წყლის ჭავლის მანქანები,
შეუძლებელია. რაც თავარია, ისინი არიან იმდენად დაბნეულები, დეზორიენტირებულები, რომ ვერ ხვდებიან, სად რა უნდა გააკეთონ. დიღომი, სადაც ერთი ადამიანიც კი არ იყო, ქონდაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, სპეცრაზმის სრული მობილიზება, წყლის ჩავლის მანქანები, წარმოუდგენელი რაოდენობის ფორმიანების მობილიზება და რეალურად ხალხი ვიდექით და ვდგავართ აქ. ძალიან ეს არის ცხადად ხედავთ, რომ ქართული ოცნება, ივანიშვილის პარტია არის ძალიან შეშინებული, ძალიან დაფრთხალი და ის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის შიშის გამოხატულება და მათ უგონიათ გუშინდელი ნიკას დაკავების ფორმით. ნიკა დასუსტდა, თუ კი ვინმე გაძლიერდა გუშინ, გაძლიერდა ნიკა მელია და თუ კი ვინმე დასუსტდა ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის პარტია. შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება, თავად ნიკას სიტყვები გუშინ გითხრა ჩვენ გიორგი კონდახიშვილმა, მისმა ადვოკატმა ნიკამ გადმოგცა ყველას, რომ ბრძოლა გრძელდება და რა საკვირველია, ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. დიდი მადლობა სოფო ჯაფარიძეს უსმენთ, ანა გოგოლაძეს ხედავ, ანა გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ბრძოლის გაგრძელება, როცა ვხედავთ, რომ ასეთი პრინციპულები არიან თავენ პოზიციებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ვხედავთ კომპრომისს ვერ ვხედავთ ვერც იქათა მხრიდან. აი ამ ორივე მხრიდან უკომპრომისობის პირობებში, იმავე ნიკა მელიასთან მიმართებით, როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელება? კი ბატონო, ჩვენ რასაც ვხედავთ ახლა და ერთი რამე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, ნებისმიერი წინააღმდეგობა და არაღიარება ამ რეჟიმის და მათთვის ნებისმიერი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა, რაც გუშინ ნიკამ გააკეთა ხო სასამართლოზე არ მისვლა და ასე შემდეგ, იწვევს რეჟიმის მორიგ ილუსტრაციას და მათი სისუსტის და შიშის მორიგ ილუსტრაციას. გუშინ რა ფორმითაც მოხდა ნიკა მელიას გატაცება, იმიტომ ეს დაპატიმრება არ ყოფილა არაფერი აქ საერთო დაპატიმრებასთან და ის რა ფორმითაც დღეს უნდა წარიმართოს სასამართლო პროცესი, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ მათ მოახდინეს თავიანთი უსუსურობის პრევენცია რეალურად, მათ შორის ახალმა შიშის მინისტრმა გელა გელაძემ ხო რეალურად და ეს იყო მთელი აი ამ ფაბულის დასკვნა და შესაბამისად ბრძოლის გაგრძელება გვესახება ერთადერთი გზით რეალურად და ერთადერთი პროცესი და ინსტრუმენტია ამას ნებისმიერ ფორმაში, ნებისმიერ სფეროში და პროცესში მათთან არ თანამშრომლობა და წინააღმდეგობის გაწევა. იმიტომ ეს იწვევს რეჟიმის დასუსტებას, მათ კიდევ უფრო მორიგ ილუსტრაციას და შესაბამისად საგარეო წნეხის გაძლიერებას. ჩვენ ვნახეთ გუშინდელი განცხადებები, მათ შორის ამერიკის სენატის წევრების განცხადებები ვნახეთ და არა მხოლოდ და ეს ბუნებრივია ამ პროცესს მოყვება შესაბამისი სანქციები მეგობარი ქვეყნებიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას. შესაბამისად კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვინც დღევანდელი მოცემულობით ფიქრობს, რომ რაიმე ფორმით არჩევნების შესრულს აქ აზრი უნდა გუთხრა, რომ ბიზნე ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სამართლიანობის მიღწევა ნებისმიერ სივრცეში უბრალოდ წარმოუდგენელი არის. დიდი მადლობა ანა გოგოლაძეს უსმენთ. მე დაგიტოვებთ კადრს, ნიჩვენებთ თუ რა ვითარება ამ წუთებში ადგილზე, როგორც ხედავთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ ჭიშკართან პოლიცია მობილიზებული, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ეს უკვე რამდენიმე საათია, რაც ამას თვალს ვადევნებთ. ხედავთ, რომ მოქალაქეები ისევ რჩებიან ამ ტერიტორიის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, რომ შესულიყვნენ ეზოში მაინც და თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ნიკა მელიასთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, რომელიც აპირებს დღეს, რომ თავად მოუყვეს საზოგადოებას თუ რა მოხდა გუშინ სინამდვილეში. რატომ დააკავეს ის 100-მდე პოლიციელმა, რომლებიც მობილიზებულები იყვნენ გუშინის საღამოს საათებში ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკლედ იმატებს და იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სურთ, რომ როგორმე შეაღწიონ ეზოში თბილისის საქალაქო სასამართლოში და აშკარებელი ადამიანები ამბობენ, რომ თუ კი ამას ვერ შეძლებენ, გარე ტერიტორიაზე დარჩებიან პროცესის დასასრულამდე და ასე გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ნიკა მელიას მიმართ.